წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობით ხუთშაბათია ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18-ზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე. კლუბ გადაცემა, რომელიც სულ სხვა სამყაროში გვამყოფებს რამდენიმე წუთით და ეს ყველა ძალიან მოგწონს. შესაბამისად არის კიდევ ეს გადაცემა ამიტომ პოპულარული, თან გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და გადაცემა ძალიან შეიყვარა ჩვენ ერთგულმა მსმენელმა და ჩვენთან ერთად კვირიდან კვირამდე ელოდება ხუთშაბათს. უძღვებით ორნი ისტორიკოს-მკვლევარი პატეო ლაშაჯიქია და მე სოფია ხუსიშვილი და რაც შეეხება ჩვენს გადაცემებს. ყველა გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ვებზე რადიო ათინათი წერტილი-G, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე ნებისმიერი ფონტი ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქ ლაივ რეჟიმში, რა თქმა უნდა, FM-ზე 105.9 ხუთშაბათს 18-ზე და ჩვენი ფევგორდის მეშვეობით რადიო ათინათი წერტილი-G. ამჯერად მივესალმები პატეო ლაშას, რომელიც სულ მოუწველად ელოდება თქვენთან შეხვედრას და მოამზადა საოცარი თემა. Unjua ჯგირობუაშ, პატეო ლაშა, როგორ ბრძანდები? Unjua ჯგირობუაშ, სოფიო მუჭოზოჯუნთ. ჯგიროვრეთ, ქვამუჭორეთ. გახარებედათ ირიათო მიარე წანემს ირიათო გახარებულო და წემოძენელე ქოფედათ მამ თუ ამჭირს ქურეკ ხორონთი ჭყოლებათ ალისგირორეთ მოგობთ ქუეთერაბირთაბირეთეს მოკლედ თემა გვაქვს ესეთი წინა გადაცემისას დავანონსეთ გიორჯ გინალი ქვია ამ თემას და ძალიან საინტერესო ხოთ შორის რამოდენიმე ვერსია ჩამოვყარე მე ძალიან სრაფსრაფად და არც ერთი არ დაემთხვა ანუ არ მცოდე აჰა ასე და მე დარწმუნებული ვარ ზუსტად არც თქვენ არიცით იმიტომ რომ მე ასე თუ ისეა მაინც მაქვს ამ თემებთან შეხება წლებია და მე ეს თემა არ მცოდნია ბატონო გისმენთ ყურადღებით და სადამ ზოგადად შევუდგებოდეთ საუბარს და დავიწყებდეთ ჯერ მეგრულად და შემდეგ ქართულად რაღაცა მაინც გითხარით აი შესავალი რო გავაკეთოთ ხო ხო რაღაც აზზე რო ვიყო კი ბატონო თავისთავად დღევანდელი ჩვენი თვითონ ეს თემა ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ როგორც აფხაზეთში სამეგრელოში და გურიაშიც იყო ეს დაცული ეს ტრადიცია რომ არსებობდა რწმენა იმასთან დაკავშირებით რომ ფრინველებსა და ცხოველებს გააჩნდათ ადამიანისთვის საზიანო თვისებები და შეეძლოთ ადამიანები დაეზიანებინათ. ამიტომაც ტარდებოდა სპეციალური რიტუალი გიორჯ გინალი. მაგას ქართულად აი სამჯობინარი დაახლოებით ეს მისი შესაძლებელი როგორც ზოგადად ტარდებოდა ეს რიტუალი ასევე ინდივიდუალურად აი ცალკეულ ცხოველების მიმართ. ანუ აქ ჩანს ანტაგონიზმი ცხოველთა სამყაროსა და ადამიანს შორის და ტოტემიზმი არსებობდა, მაგრამ არსებობდა ანტაგონიზმიც. ანუ რაღაც და მოკლედ ძალიან საინტერესო. აი ეს თემებია და მოკლედ ამაზე გვინდა ვთქვათ მიაშდნენ რომ ზოგიერთ ცხოველს ჰქონდა ისეთი უარყოფითი ენერგეტიკა რომ შეიძლება და ეს ადამიანზე გადასულიყო და სწორედ ამის საპირწონედ იყო ეს რიტუალი შექმნილი ხო საოცარი თან ის სიტყვა ჩამრჩა და წინა გადაცემიდან გორჯგინ ყვარია გორჯგინ ასე ხანში ვარ ჯგინედეს ყვარია ჟიროისთანაც ხორეს ვარა აი ნახეთ როგორი რაღაცა უკვე ინტრიგა გეფიცებით ანუ რომ ეხა რომ მოვდიოდი აი საღამოს რომ გამოვდიოდი ბოტანიკური ბაღიდან ჩემს თავზე ყვავი ტრიალებდა რამდენიმე ყვავის ტრიალებდა და სულ დამჩხავდა და მე ზუსტად ეს გამახსენდა ეხა და გორჯგინ ყვარია კი დაუძახე მაგრამ რაღაც მე დღეს შეიძლება ანუ წუხანდელი არ მოვიდა წუხელი ხო ეს ყვავია ხო ანუ ეს აფია მოგივაც იმიტომ რომ ეგ მალე იცის ხოლმე გამოთქვა რომ ნუ დამჩხავი კი არა ზოგადად ეხა მაგასაც მაქვს საუბარია და იმასაც გავამახვილე ყოველდღიურად რომ ყვავი როგორც ბოროტი ფრინველი ის იყო მიჩნეული მეგრელებში მარტო მეგრელებში კი არა ეს როგორი ის არის იგი იპარავს რაღაცებს ძალიან იპარავს ბარტებს მაგრამ ავი ბედისწერის მომას ხო საშინელი ხავილი აი ასეთი ის კონდათ გაგება და ძალიან ბევრი ის არის ყვავმარიობა ტარდებოდა რიტუალი რომ სპეციალურად ყვავის გული მოეგო და არ ყოფილიყო ის თქვა ბოროტად განწყობილი ამა თუ იმ ოჯახის მიმართ ნუ მოკლედ ძალიან ისეთისა იმაზეც მექნება საუბარი გისმენთ ყურადღება მოკლედ როგორც აღნიშნეთ გიორჯ გინალი არის ჩვენი საუბრის თემა და როგორც ჩვენი ტრადიცია
არის ჯერ მეგრულად ვიტყვი. ეთნოგრაფიული მოჩამოები მოძრანა მოჭოთ სამარგალოს აფხაზეთის და გურიას ხოლორთენა უღუდეს თიშ დაჯერა ნამუდა მაფურინჯებს და ჩხოლარებს უღუდეს დუმაშებელ ენერგეტიკა და შეულებდეს ოჩიშირჯგინა უბადოშ მოღალა ათეშენ ირნუანდეს თეშ დო ზახინელ გიორჯგინალის რიტუალებს ნამოთ ინწყუაფუთ ახალწანაშ დღალებს ასე ახალწანა უკვე მონჭაფილე და თეშენ მიჩქოდან თანაჩქი ხოლო რიტუალის თხილუა არძაფანია სხვადუთ გურგედვალირო და მანგარ მონდომათ მუშენდა რჯგინელ კოჩის თელწანას უბადო ქომოხვადუთ გიორჯგინალის ოხვამერ ტაბაქშე ყვარიას ჭუკის სხვადასხვა ჩიტებს იალონშა ედგინაშა ქუწორუანდეს და ქუდოძაღდეს გორჯგინ ყვარია გორჯგინ ქիր გორჯგინ ჭუკი თეთი კოროც ხუთ ნამუთ და ათე ლაფი თინეფიშ მაშებელ ორთას მორგალუნდეს ათეშენ ახალწანაშ მართა დღას გოთანაშა გიკურცხინუანდეს და თითო გიორჯგინა ლუკას აუცლებერო ოჭკომუნდეს თენარ დ ქობალიsh ვარდა ჭკიდის ჯიმუამ ნოსვერთი გიორჯგინალის ჭკომუაშ უკულ ხონარეკინო ქოთქუანდეს მირჯგინუ გიორჯგინალის ჭკომუაშ უკულ ხეთოპიჩის გიბონუნდეს და პარკის კენკიქუნანდეს გიორჯგინალის ლუკაი ჭკომუა მუჭობ თქვითენ იჭყაფუთ ახალწანას და ირ ხორონთი შოჭმარეს ხვადუ თაშ სოშახ გუშულირს გინმაფურინჯე ჩიტე უკახლე ვადირთუდესენ ხოლო უჭკუდეს კონკრეტულ გიორჯგინალ რიტუალებ ნამუთ მერცხირდუ ათედო თი მაფურინჯეფის ჩხოლარეფის გეშა ართე ათეცარდუ კაცარი რჯგინა მუჟამით რნდ კაცარს ქოხანდუნ სოშახ კაცარ მიოპეტელანდუნ თეშახ ოკო ქუწორეკო კოჩიგდოგო ქოთქვიკო გორჯგინ მირდ ვარდა კაცარიში ნარჯგინა კოჩის იჯიშე ირო გლახას იტყვებ გეკოლუთ პეტელანდკონის ბორი ბოროს კოპეტელანდის ხოლე უჭკუდეს ართ რიტუალი ნამუსოჯოხოთ ყვარიაში რჯგინა ყვარიაში რჯგინალო კაბეთ პიჩვანიშ პელიერიშ მარაშ ტაბაქშე გეჭოფუნთე ჭიჭე ვალიში ხაჭაპურიში მარქვალიშ და შხვა მუდგარენეფიშ ნოსვერთებს და ქინაცგებანდეს მარქვალიშ ხაჭაჭის და ოჭმარეს იალონშა შხვაშ ყანაშა გეგნაათანდეს სუმშა ქდიცახუდეს გორჯგინ ყვარია სიშუმილ მახერზელ სიცხენს გიმეფერცხელ ათეთ ფირქენდეს ყვარია ფანიაშ ქოთომებს და მუნაწის ზარალს ვემიორნუანცია მუჭო თაშინ მარგალებს ყვარია უბადოშ მაღალარ მაფურინჯეთ მიორჩქდეს თიშ შეულებუდ ბრელ გლახა მოუყო ფანიას ათეშენ თიშ გურიშ მაგებელო ინწყუაფუდ ყვა მარიობაშ რიტუალ ნამუსოდ მაჟრანერო ყვარიაშ თიაშ გიშაღალასხლო უძახუდეს კერძოთ ელიერიშ დოპიჩუაშ დალიას გუნდო ვალით გოძგიბუნდეს თიზმა მარქვალიშ ხაჭაჭის მუზმა ფანიაშ მაკათურ შურ მულიარდ უდესენ და ყვარიას გეგნუოთანდეს და თეს იტყვებით ჩხინ დუდიჭუა ყვარიასია თეს სუმშა გოთქუანდეს მარა ათე ლუკაშ გინოთამათ თის ოცადუდეს ყვარიაშ გურ მუკორთეთკონ ყანას ვეცილებუდკო და წიწლებ ვაუღალიოდკო ახალ ერჩქინე თუშახოლო ქიმიშეს ოსკუს უჩებს დიძგიბუნდეს და ქოთქუანდეს გორჯგინია ვარდუო თუ ქაჭიშუანდო ქიმიოჭყიანდუნ თიმწყმა მუდგა გილაცკანტუკო ნიშენ თელწანას გილულა ბორჯის ირო ლეტა ქასუმალიო თეკოჩის ჩქიმდა ბარძა თუდო ხექსოთინ ქორეკიანას და გეჭყიებული ირო ლეტამ გილუ სოთინ ვარე ბაგორუ გილუ ლეტამა მუდგა გილაცკანტუენ თინათინაშა ადნას ზოგო დოფთხილუათ გურგუჩ ვარდუო მითინცხოლო ჭიჭე ჩით ქარჯგინანდუდა თის მუთუნ ვაუმართენთ მუდგა ქიმიკონ მონაწი ჭიჭე აღვენუოთ მარგალებს ხოლო მანგარი დუღუდეს სკინჩაიჭვიტაფაშა მიორჩკუდეს თენა უბადოს ქიმიღანთ ათეშენ ქუა სუმშა გეიოთანდეს და თქუანდეს გორჯგინია ასე ხოლო ასე ხოლო ხოლო მანგარო უშკორეთნა კიდეშ ყანსო მუდგარენ უბადოს მიღანცია ხო ეთნა გორჯგინანცია და უბადოს სკინჩა ხო ხოლო გუშულირს სოშახ მაჭირხოლ მოფურინუნდო მართა თიშხონერს გეგენდესენ თეშახ ირ ღორონთი შოჭმარეს წყარ წყორი ღვინს გეშუნდეს უკულ მაჭირხოც ქოძირუნდესენ ქდიძახდეს მაჭირხოლ გორჯგინია ათაშ ვაკეთი და მაჭირხოლის რჯგინელი კოჩი უკვე მანგარო წაგენს თიწანას ვაში მუთუნა წმოძინა თეს მუსის ხარტედო ინაყო ბინა მეჭყიაფას ღეჟიშ და მაჭირხოლიშინას ორჯგინა კურცხასო კურცხას დორული კოჩის მუთუნ ვაგუმართენ ასე კოკოში და მეჭვიაში ხოლო ქობთქუათ კოკოში და მეჭვია მალაღურიშ ხონარ სოიშახ მართა გეგონენდეს ուն თიშახ ოჭმარეს იელოშა ჭიჭე ხეცას ქიცისუანდეს და გურს ქდე მარგენდეს თენეფიშ ხონარს ქიგენდეს და ქდიზახდეს გორჯგინია მარქვაში ახალ გუშული წიწლეთ ზირაფას ოჭკუმალაკო ქიცისეკო ვარა კოჩის გურმიდალეთ და თის ხოლო მიოციანთიშა ქოლკოქუთგიკო გორჯგინია გიშაკერზაფილო ოცაბდეს გათხვალ ცირასკუალე ედგინა ქუჭიშესკო მაჭვალ ჩხოუშსუნ მუშენდა იკოროცხუ ჩხოუშ ჭვალუას დეგვენენდესუნ თის ქაწყინუანდეს თედო უჯის ქალახვანან ენა არტირ ჩხილას მედინუან კოჩის და მაჟრა თელი ოფუტე ქიგეკენ თეშ ზირტიკობაშან ბეს და გათხვალა გუჭირდუდეს თქუანდეს ჩხოუ გორჯგინუა მაშხანერომა გაგონებული თის მუთუ აგუმართრენს მუქაღოლთე ჩხოინა ღვარუა ო ეთინა ჩხოენა უბადოშ გეშარე და ორჯგინე ჩხოუს ხოლო კინებარე ცხოვრება საული ეს დღევანდელი გან ახალწანაშ რიტუალი შარტ ეპიზოდუ თუდო გინიშგინა მუჭოში ხოლო ქოფტკი თუშენ მარა ვარდუ ახალწანა ოჭმარეს გალე გუმულას მირდი დო ზახიშა
თუ ქოჭიშუან მეჭყიაფის და ჭემაშგიბლას ირო ლეტა ქოგორწენდუ და თეწანას ლეტა გოციმილო გაეთ გილაულა ვარდა გინ ქოჭიშუანდ და ქინ გოღვარანდუ და თეწანას ლურიშ ბორჯის დება თეშე და პიჯის ლესვა გაყენუნია და თეშგუშენ და ქოჭიშეკო ათაშ ნამოდა ათე რიტუალებს იძირე გვალო ჩვეშ ტრადიციებ ნამუქუდ გვალო ნაგენა ბორშა ქომორდა თე რიტუალებს მანგარო მეთხოსის და ჭიჭიდო კაბეთის სანწალო თენა კონწარო დოთხილესკო შედა გიძირე თე ჩხოლარებდო კოჭიში რინაშკას ანტაგონიზმ ბონდა ფარან ათეჯგუ ამბებ ქვამაჭიშეს და წერმიგინი დასაი ლეტამი ლეზვამი გამარაკატებო ო მარა გაურზათოკო მეტო ვარე ხოკლი და ასეთი ამბები ხალხო მე დარწმუნებული ვარ სრულად შეიძლება კი არა და ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი ესე შინაარსობრივად ძალიან ცოტა თუ იცის მაგრამ ყველას ექნება გაგონილი რომ ნუ დამჩხავი ყვავივით ჩხოუქინ გოყვარო აი ეს ისინი მაგრამ აი საიდან მოდის ზოგადად აი რატომ იტყოდნენ ისთვის იყო აუცილებელი გვეჯობნა და მომზადებული ყოფილიყავით ამ ყველაფრისთვის აგერ მშვენიერი რიტუალები და ერთი მეორე ზოგადად კი გვეცინება და მართლა არის ასაცილება ხალხი როგორ ემზადებოდა აბა დაგასწროს იმ ცხოველმა და ფრინველმა აბარა მედინცანაკ წარმოიდგინე ხა ის თვითონ ადამიანის დაკომპლექსებული იქნებოდა რომ დაასწრებდნენ მე ყველაზე ძალიან მომეწონა აი რაღაცას ჩუმად გააკეთება რა აი ძროხა რომ იაყვირებდა და რო გაიგებდა რომ იმ ოჯახში ხო და მე ეს გასათხოვარი ქალისთვის იყო ძალიან ისეთი ძიმე დაღი ხო და თქვენ წარმოიდგინეთ საზოგადოებისგან როგორი გაკიცხვა ექნებოდა და მან მაშინ ძველად ახლო არ ცხოვრობდნენ თორემსიო ხო მაგრამ მაინც მიყურებლებიც კი იყვნენ ანუ ზერტეკია იყო იქ ოჯახში და ეს ჩხოჟგინალებს საქმე გლახარე ქართული ვერსია ვიდა კი აუცილებლად იმიტომ რომ აქ ისეთი ნიუანსები გამოკვეთა რომელიც საჭიროებს ქართულად განმარტებას მოკლედ როგორც აღნიშნეთ ჩვენი საუბრის თემა არის გიორჯგინალი ანუ სამჯობინარი ეთნოგრაფიული მონაცემებიდან კარგად ჩანს რომ სამეგრელოში აფხაზეთსა და გურიაში არსებობდა რწმენა იმასთან დაკავშირებით რომ ფრინველებს და ცხოველებს გააჩნდათ ადამიანისთვის საზიანო თვისებები და შეეძლოთ მათი რჯგინა დაძლევა და უბედურების მოტანა რისის საწინააღმდეგო საშუალებაც გახდათ ეგრეთ წოდებული გიორჯგინალის სამჯობინარის რიტუალი რომელიც ეწყობოდა ახალი წლის დღეებში რიტუალის დაცვა საგულდაგულოდ ხდებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში ძლეულ კაცს მთელი წლის განმავლობაში უბედურება ელოდა საჯობნი გიორჯგინალის სალოცავი ტაბლიდან ყვავს თაქვს სხვადასხვა ჩიტებს გამთენიისას ადგომას დაასწრებდნენ და შეუძახებდნენ გორჯგინ ყვარია გორჯგინ ქირ გორჯგინ ჭუკი გაჯობე ყვავო გაჯობე ქორო გაჯობე თაგო ითვლებოდა რომ ეს შეთამაშება მათ მამნეობას შეამცირებდა ამისთვის ახალი წლის პირველ დილას ძალიან ადრე გათენებამდე იღვიძებდნენ და გაღვიძებისთანავე უნდა ეჭამათ ორჯგინალი ლუკმა სამჯობინარი ლუკმა რომელიც გახდათ პურისა და მჭადეს მარილიანი ნატეხი ორჯგინალის ჭამის შემდეგ ხმამაღლა ამბობდნენ მირჯგინუ ანუ მიჯობნია გიორჯგინალის ჭამის შემდეგ იბადნენ ხეპრს და იცვამდნენ ტანსაცმეს გიორჯგინალის ჭამა და ამ წესის შესრულება იწყებოდა ახალი წლის დილიდან და გრძელდებოდა ყოველ დილის მანამ სანამ გაზაფხულზე გადამფრენი ჩიტები უკან არ დაბრუნდებოდნენ ასევე იცოდნენ პერსონალურად ამა თუ იმ ცხოველის თუ ფრინველის მიმართ ორჯგინალი რიტუალების შესრულება ერთ-ერთი ასეთი რიტუალი იყო ქაცარის რჯგინა ანუ ციკანის ჯობნა როდესაც თხა ციკანს მოიგებს სანამ ახალდაბადებული ციკანი დაიკიკინებს ადამიანმა უნდა დაასწროს მასა თქვას გორჯგინ მირდ გაჯობე გაიზარდე ციკანო თუ არა და ციკან დაჯრობ ადამია ხშირად წამოსდება საწყენის სიტყვები ასევე იცოდნენ რიტუალი ყვარიაში რჯგინა ყავზე გამარჯვების მიზნით ველიერის დიდ მარხვაში ნასოფლარიდან რაც დარჩებოდა ცოტა ყველს ხაჭაპურს კვერს და სხვას ჩადებდნენ კვერცხის ნაჭუჭი და დილაადრიან სხვის ყანაში გადააგდებდნენ და დაიძახებდნენ სამჯერ გორჯგინ ყვარია სიშუმილ მახერზელ სიცხინს გიმეფერცხელ ყვავო გაჯობეო შენ მთრალი მეფხიზელი შენ სხეში იფართხალეო ამის შემდეგ ყვავი ოჯახს ქათმისა და ჭირნახულის ზარას არ მიაყენებსო ზოგადად მეგრილები ყვავს მიიჩნევდნენ ცუდის მომტან ფრინველად მისი გულის მოსაგებად იმართებოდა ყვავმარიობის რიტუალი რომელსაც ყვარიაშ თიაშ გიშაღალასა ანუ ყვავი წილის გამორჩევასაც უწოდებდნენ კერძოდ ყველიერის ბოლოს ღომითა და ყველით მოავსებდნენ იმდენი კვერცხის ნაჭუს რამდენი სულიც იყო ოჯახში და ყვავს აუგდებდნენ სიტყვებით ჩინ დუდიჭუა ყვარიასია ჩვენი თავის ტკივილი ანუ სატკივარის ნება ყვავსო ასე ცდილობდნენ ყვავის გულის მოგებასაც ყანას არ დაგვიზიანებს და წიწილებს არ მოგტაცებსო ახლა დაბადებულ გოშთან მივლევს საღორეში ყურებს თითებს დაიცობენ და ითხვიან გორჯგინ გაჯობეო თუ გოჭმა დაასრო და დაიჭყლა მაშინ სიარულის დროს ყოველთვის ტალახი მოგეცხებაო თუ ვინმეს ყველაზე პატარა ჩიტის ლებდა მისი არანაირი საქმე წარმატებით არ დასრულდებოდა და ნებისმიერი საქმიანობის შედეგი ძალიან ცუდი იქნებოდა მეგრელები ასევე შიში შეყურებდნენ სკრინჩაში ჭვიტაფას ანუ სკრინჩას ტვენას მიაждათ რომ ეს უბედურების მომტანი იყო ამისთვისაც ქვას სამჯერ ააგდებდნენ და გააქცევდნენ იტყოდნენ გორჯგინ გაჯობე ასევე სანამ მერცხალი მოფრინდებოდა მას პირველად დაინახავენ ან
გასაფხულზე მის ხმას გაიგონებენ, ყოველდღიურად წყანარევ ღვინოს შესვამდნენ. შემდეგ რომ დაინახავდნენ მერცხალს დაეძახებდნენ, მერცხალო გაჯობეო, თუ არა და მერცხლის ჯობნა ცუდიაო. გუგულისა და მოლაღორის ხმას სანაპიროულად გაიგონებდნენ, დილა ადრიან ცოტათი შენაყდებოდნენ, მათ ხმას რომ გაიგებდნენ, დაეძახებდნენ, გორჯგინია, გაჯობეო. ახლად გამოჩეკილი წიწილის თუ დაიწყებინებს ეს ფაქტობრივად დაჯაბნვა იქნება ადამიანის. განსაკუთრებით ცდილობდნენ გაუთხოვარი ქალები ადგომა დაესწროთ მეწვერის ძროხისთვის. ითვლებოდა რომ თუ ძროხის მოწველას დააგვიანებდნენ, იგი განაწყენდებოდა და ყურში ჩამხავლებდა. ეს კი ერთი მხრივ ყურთასმენას დაუკარგავდა მათ. მეორე მხრივ მთელ სოფელს გააგებინებდა მათი ზიზარმაცის ამბავს და გათხოვება გაუცნელდებოდათ. საახალწლო რიტუალის ნაწილი იყო გოჭისა და ხბოს ჯობნა. გოჭისზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ ახალი წლის დილას გარეთ გასვლისა და გორჯგინის გაჯობე სამჯერ დაძახმავდა გოჭი დაგასრებდა ჭვირის, ტალახი შემოგესწრებოდა წვიმაში სიარულსა და მთელი წლის განმავლობაში გაშხეფილი, გაწონწკლული იგვიბლიდი. თუ ხბო დაგასრებდა შემომღავლება ცილისას დუში გამოგევიდოდა. ამდენად ამ რიტუალებიდან ჩანს უძველესი ტრადიციების გადმონაშთი, რომელიც ათასწლეულების სიღრმეებიდანაც კი იღებს სათავეს. აქ ირეკლება ტოტემიზმისა და ანტაგონიზმის ელემენტები, რომელიც ასევე ნასაზრდოებია პრაქტიკული დაკვირვებებით. მოკლედ ასე ჩქი ამ დღამ თელ დღას მუსხიან ბეგუაკეთით ოჭბარეშუკული ამ ნინჩ თუ აგვირგვინით თუ ოშკურინეთ ცხოველებ ფრინველებ მომიჭირ ფერგუაკეთით იმ მეზობელი შეზოშა მარქვაი ხოლოქინი ვოთით ჰარმგარი მოინტერესი ყარიას გეგნასკი წიწილიაკ და მეზობეს მიჭო გინასკი დუ თევრექი ვოთით თინან oi მეზობელი ხოლოქინა ხოლ ანუ მომწონს მუწესრი ასეთ ეს კანინას თევრემინათამდე მავარდო მეზობელსია ცოტა ვარ თი მეზობელი აშხოლე კათანდა მომიჭკ მაგ ხო ეთეშტი და ნამუთუნ გლახას ვამოიღანდოსი ალბათ თიშენო ოთამდე ხვაშმდაშა მადიმეთხიდო თიშა გინილიაო მომიჭკ მე ხვაზრეს ნომარა დურთინო იკემერინა ბოროვარი მეზობელი მოკლედ ასეთი ამბები იუმორი გჭირდება ეს თუ გადაგვარჩეს ჩემო ძირფასებო ესეთია ჩვენი გადაცემები სერიულად თემები რომელიც შედარებით მსუბუქია ახალი წელი დღესასწაულები ახლოვდება რომ ხიარულად და ლაღად უნდა ვიყოთ მძიმე თემებს აბსოლუტურად ვერ იდებით იმიტომ რომ ისეთი რიტუალები და თემები გვაქვს დაწესჩეულებები სამაგრელოში რომ რა ვიცი შეიძლება ერთი გადაცემა მთელი ცხოვრება გავყვეს ცუდი გაგებითაც და კარგი გაგებითაც ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ისე შედარებით მსუბუქი და სახალისო გადაცემები შემოგთავაზოთ თქვენ თუ თქვენი ვერსიები გაქვთ გითხარით ჩვენ აუცილებლად გავაჟღეროთ პირდაპირ ეთერში ბატონაშა თქვენ აღნიშნეთ ყველაფერი რაც ეხა ჩვენი თემები იქნება დაკავშირებული სწორედ ახალ წელთან სალამ ახალი წელი დადგება რა რიტუალები იყო რა ისა მაგრამ მოდი ეხა ჩვენ ასე გავაკეთოთ ერთ თემა არის გეუკუმელაფა ხო, აი ესეთი მეგრულის არის, მაგას მეორნაირად ეწოდება უკუმელა ჯგერია. მოკლედ ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ამასთან არის ინტეგრირებული ბარბალობა, ანუ ბარბარობა. რომელიც იყო გუშინ. გუშინ იყო, კი ბატონო, ბარბალობა. ანუ ხას უსვამ ბარბალი, მრგვალი ფორმის არის და ეს სისტემასთან არის და სწორედ გეუკუმებაც ეს არის. როდესაც უკვე დღეს ძალიან ხანმოკლეა, ეს უფრო 21 დეკემბერს ეხება და მოკლედ 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით იყო მთელი რიგი რიტუალები ტარდებოდა ჩვენთან და ამაზე ვიქნება საუბარი, რომ მოვემზადოთ ახალი წლისთვის, ანუ რა უნდა გავაკეთოთ და ეს ყველა ტრადიცია რომ გავიაროთ და დავიცვათ. ჩვენიერი მოკლედ ასეთი კარგი ამბებია ჩვენთან, ასე რომ განაგრძეთ რადიოს მოსმენა, დაგველოდეთ ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე კარგი ამბებით მოვდივართ მე და ბატაილაშა. ეს არის გადაცემა ოდაბადეში კინოხონი, ყოველს მადლობა ვისაწრული მიგიზღვით მის შექმნაში და ამდენი ხანი მის არსებობაში და ვიცი რომ თქვენთან ერთად ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება, იმიტომ რომ თემები არ მოუწურავია და ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ თქვენ შემოგთავაზოთ. ბატაილაშა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველაფერს. მადლობა თქვენ, გაიხარეთ. გამშვიდობები ჩვენს არგუმსმენელს მომავალ ხუთშაბათამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მათთვის ვინც პირველად გვისმენს. ჩვენი გადაცემები ნახეთ ვებზე radio.net.lg, Facebook-ზე radio.net და YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეში კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, ჯგირობოს გიზავენთ. მეც ვერდები თქვენს ამ კეთილსურვილებს ძვირფასო რადიო ათინათის მსმენელებო, გემშვიდობებით, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ერთგული მსმენელები ბრძანდებით და წარმატებებს გისურვებთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეში კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეში კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.